დღეს 1 მაისია, შრომის საერთაშორისო დღე. რაც არის მიზეზი ჩვენი შეკრების და მე მინდა დღევანდელი დღე მოძრაობა სოციალური დემოკრატიის სახელით დღევანდელი ჩვენი შეხვედრა გახსნილ გამოვაცხადო. დღეს არის შრომის საერთაშორისო დღე და ეს არის სდუნება, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ შრომაზე ვიწროთ. შრომით უფლებებზე, როგორც სუბიექტურ უფლებებს. მაგრამ ჩვენმა მოძრაობამ გადაწყვიტა, რომ დღეს აქ თქვენი მოსვლა, თქვენი სტუმრობა არ შემოფარგლულიყო მხოლოდ აი ამ საკითხზე შევლობ. არამედ ჩვენ გვინდა ვისაუბროთ შრომაზე როგორც პოლიტიკურ ფუნდამენტზე, იმაზე, რაც ადამიანს აქცევს ადამიანად, მას აძლევს საკუთარი თავის რეალიზაციის შესაძლებლობას და იმაზე, რაც ქმნის საზოგადოებრივ ურთიერთობებს. ანუ შრომაზე, როგორც ამ ყველაფრის ფუნდამენტზე და წყაროს. დღეს ჩვენ უნდა წარმოგიდგინოთ 3 მიმართულება ჩვენი პროგრამის, პრინციპები მათი. ეს არის შრომის პოლიტიკა, ეს არის სოციალური პოლიტიკა და ეს არის ეკონომიკა. ამ 3 ხედვას აერთიანებს რწმენა, რომ უკეთესი საქართველოს შესაძლებელი. მაგრამ რწმენა არ არის საკმარისი. საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ რაღაც არის საკმარისი, ჩვენ ამისთვის გვჭირდება ძალიან კონკრეტული შეხედულებები. კონკრეტული გეგმა. კონკრეტული კონცეფცია იმისა, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი პოლიტიკური ვითარება. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შრომა იყოს არა ადამიანის ჩაგვრის ფორმა, არამედ ადამიანის ბედნიერების ფორმა. შეიძლება იკითხოთ, რა შუაშია ეს ორი რამე ერთმანეთთან. როგორ შეიძლება შრომა იყოს ბედნიერების ფორმა? მაშინ, როდესაც შრომა არის ის, რაც განსაზღვრავს ჩვენს იმის კეთებას, რასაც არ ვისურვებთ, ხო, რაც ჩვენგან წართმეულია, რაც ჩვენგან მიტაცებულია. რასაც სხვა იყენებს. როდესაც შრომა ასოცირდება ამასთან, იმასთან, რაც ჩვენს ნებას არ ეკუთვნის, რაც ჩვენ სურვილთან მოდის წინააღმდეგობაში, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ რაღაც ისი არ არის, როგორც უნდა იყოს. ეს არის უსამართლო რეალობის აღიარება. რატომ არის ეს უსამართლოება? იმიტომ, რომ რაც ჩვენ გვეკუთვნის, ანუ ჩვენი შრომითი რესურსები, ჩვენს ნებას არ ექვემდებარება ამ სოციალურ-პოლიტიკურ რეალობაში და არც ამის შრომის პროდუქტები გვეკუთვნის ჩვენ. იმასაც ჩვენი შრომის შედეგად ვქმნით, ვკარგავთ და ჩვენი შრომის შედეგებში ვერც საკუთარ თავს და ვერც იმ საზოგადოებრივ სოციალურ ურთიერთობებს, რომელიც ამ შრომას უდევს საფუძვლად, ჩვენ ვეღარ პოულობთ და ის ნივთები თუ ის ინსტიტუტები, რომელიც წარმოიშობა ჩვენი ძალისხმევის შედეგად, არა მხოლოდ არ გვეკუთვნის ჩვენ, არამედ ისინი არსებობენ ჩვენგან დამოუკიდებლად და ხანდახან ჩვენს საწინააღმდეგოთაც კი. საბოლოოდ ეს ყველაფერი ასე ჯამდება. კერძოდ ჩვენ ვიღებთ შედეგად შრომას, რომელიც არა ჩვენს მისწრაფებებს, არამედ
სხვის დღის წესრიგს და აუცილებლობას ემსახურება. აი ეს დასკვნები წარმოშობს შორს მიმავალ შედეგებს. და ეს შორს მიმავალი შედეგები შეიძლება ამ კითხვაში კონცენტრირდეს. რატო ლაპარაკობთ საერთოდ შრომას? განა ის ყველაფერი, რასაც ახლა მე ავწერ. ეს უსამართლობა, ეს გაუცხოება, ეს შრომის შედეგების მიტაცება, ექსპლუატაცია და ასე შემდეგ. მხოლოდ შრომითი ურთიერთობებისთვის არის დამახასიათებელი. საზოგადოებრივი ურთიერთობების ყველა სფეროშიც ხომ იგივე ხდება. და ეს მართალი იქნება. ოღონდ მართალი იქნება არა იმიტომ, რომ ეს ბუნებრივია და ეს ნორმაა. არამედ მართალი იქნება იმიტომ, რომ სინამდვილეში ყველგან ასე ხდება, ყველგან ასეთი ყველა ურთიერთობის ფორმაში ყველგან ასეთი ცუდი მდგომარეობა. შრომის მსგავსად ჩვენი პოლიტიკური ძალაუფლება მიტაცებულია. ის განიკარგება არა ისე, როგორც ჩვენ ვისურვებდით, არამედ ისე, როგორც პოლიტიკური ელიტა ისურვებდა. ეს ზოგადად და ჩვენ შემთხვევაში კიდევ უფრო უარესად, როდესაც ავტორიტარული რეჟიმი ისურვებდა. შრომის მსგავსად სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები ან და კანონები, რომლებიც სინამდვილეში ჩვენი პოლიტიკური ერთობის, ჩვენი საერთოობის შეგრძნების საფუძველი უნდა იყოს, ჩვენგან დისტანცირებულია. ის გადაბარებული გვაქვს სხვებისთვის და მასში საკუთარ თავს ვერ ვხედავთ. ჩვენი შრომის მსგავსად ის რაც ჩვენ უნდა გვექვემდებარებოდეს, ეს სახელმწიფო, მისი ინსტიტუტები თუ კანონები, ის რასაც ჩვენ უნდა ვმართავდეთ, ჩვენს წინააღმდეგ არის გამოყენებული. ისინი არსებობენ ჩვენგან დამოუკიდებლად, გვექვემდებარებიან არა ჩვენ, არამედ საკუთარ ინტერესებს, ისინი ჩვენგან თავისუფლები არიან და გვმართავენ ჩვენ და გვექვემდებარეთ. ამ აღწერილი სურათიდან ორი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია. პირველი ის, რაც უკვე აღვნიშნე. რომ არა მხოლოდ შრომითი ურთიერთობები, არამედ საზოგადოებრივი ურთიერთობები მოიცავს უსამართლობას, გაუცხოებას და არალეგიტიმურ ძალადობაზე დაქვემდებარებას. მაგრამ მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია და რაც ამ მსჯელობიდან გამომდინარეობს, არის ის, რომ შრომა არის საზოგადოებრივი ურთიერთობის ფუნდამენტი. მასში დამარცხებული სამართლიანობა მარცხდება საზოგადოებრივი ცხოვრების მთელს ასპარეზს. სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ამ პირველ სამაისო ღონისძიებაზე წარმოვადგენ ხედვას, რომელიც კონცენტრირდება არა მხოლოდ შრომით უფლებებზე, როგორც უკვე აღვნიშნე, არამედ წარმოადგენს კონცეფციას, რომელიც მიისწრაფვის საზოგადოების უფრო სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ. იმ უსამართლობის შეწყვეტისკენ და საზოგადოების გარდაქმნისკენ, რაც უფრო მეტ თავისუფლებას მოგცემს ადამიანებს. ამ გარდაქმნას ჩვენ უნდა მივაღწიოთ შრომის დემოკრატიზაცია. პირველ რიგში ეს არის შრომის პოლიტიკა, რომელიც მოიაზრებს ინდუსტრიების მართვაში დასაქმებულთა მონაწილეობას. რაც მათ სამუშაო იარაღებიდან, ეხლა ჩვენ ვართ სამუშაო იარაღები თუ სამუშაო ინსტრუმენტები, ეკონომიკის დამგეგმა სუბიექტებად გვაქცევს. შრომის დემოკრატიზაცია გულისხმობს იმას, რომ შრომის ისეთი პირობები, რომელიც ერთი მხრივ ყოველდღიურ საზრუნავზე იყოს შრომის ისეთი პირობები, რომელიც ერთი მხრივ საზოგადოებრივი საზრუნავისგან გაგვათავისუფლებს. ხოლო მეორე მხრივ საკუთარ ენერგიას მხოლოდ სამსახურში ტანჯვის და ხარჯვის შრეს მოაშორებს. ამგვარად მისცემს ამ ქვეყნის მოქალაქეებს მოგცემს ჩვენ ეკონომიკურ სიკეთეებზე, ეკონომიკურ დოვლადზე წვდომის შესაძლებლობას ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ მოგცემს შესაძლებლობას მეტი დრო დაუთმოთ
საზოგადოებრივ ცხოვრებას, მეტი დრო დაუთმოთ საერთო პრობლემებზე ზრუნვას, მეტი დრო დაუთმოთ პოლიტიკას. რა დროც ეხლა მთლიანად ექსპლუატირებულ შრომაში არის გამოყრილი. ჩვენ გვესმის, რომ ამისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული არის აუცილებელი. და პირველ რიგში ჩვენ იქ უნდა ვაჩვენოთ სამართლიანობა, სადაც ხელი მიგვიწვდება. პირველ რიგში საკუთარ მოძრაობაში. ამიტომ ის რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ძვირფასია, არის შიდა დემოკრატია. შიდა შრომა და შრომის ისეთი ორგანიზება, რომელიც სამართლიანობას გულისხმობს. ჩვენ როდესაც გამოვდივართ იერარქიების წინააღმდეგ, ჩვენ პირველ რიგში ვცდილობთ იმას, რომ იერარქიები არ იყოს ჩვენს პოლიტიკურ ერთობაში. მაგალითად, თქვენ არ იცით, ვინ არის მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის თავმჯდომარე, იმიტომ რომ თავმჯდომარე არ ყავს მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის. ჩვენ არ ვატარებთ კენჭისყრებს და ყოველთვის გადაწყვეტილებას ვიღებთ კონსენსუსს. არ არსებობს უმრავლესობა და არ არსებობს უმცირესობა, რომელსაც ეს უმრავლესობა ხელს გადაუწევს და თავის ჭკუაზე გაატარებს. ჩვენთვის თითოეული ჩვენგანის აზრი არის მნიშვნელოვანი და ვცდილობთ, რომ ეს აზრები შევაჯეროთ და არა უმრავლესობის ძალით, არამედ დისკუსიის და შეთანხმების ძალით მივიღოთ გადაწყვეტილება. თითოეული ჩვენგანი მონაწილეობს როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე ამ გადაწყვეტილების კონკრეტულ მოქმედებაში გატარებას. არ არსებობს იერარქია, არ არსებობს ის, ვინც იღებს გადაწყვეტილებას და ის, ვინც ამ გადაწყვეტილებას ასრულებს. ეს ფუნქციები, ეს შრომითი ფუნქციები თითოეულ ჩვენგანს ეკისრება თანად. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამ იერარქიების ინსტიტუციურ დამაგრებას ვცდილობთ, რომ გვერდი აუვაროთ. ეს პრაქტიკა მით უფრო მნიშვნელოვანია, რომელიც ძალიან ისე გითხარით, არა ზუსტად და არა კონკრეტულად. და ყველაფერი არ მითქვია, რა თქმა უნდა, ზოგიერთი მაგალითი მოვიყვანე. ეს პრაქტიკა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ჩვენმა მოძრაობამ გასული წლის დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ უნდა დარეგისტრირდეს პოლიტიკურ პარტია. პოლიტიკური მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ახლა პოლიტიკური პარტიად გარდაქმნის გზაზე დგას. და ამისთვის ჩვენ ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ ის კრიტერიუმები, რომელიც ჩვენ თვითონვე დაუდგინეთ ჩვენ თავს. ეს არის გამართული პროგრამა, ეს არის გამართული ინსტიტუცია, შიდა ინსტიტუტები, ეს არის გამართული ურთიერთობები საზოგადოებასთან. ეს არის ჩვენი ღია კარი, რომელიც ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც სოციალური სამართლიანობა და დემოკრატია არის ღირებული, არის ღია. მათი ინტეგრაციისთვის, მათი ჩართვისთვის, მათი ჩვენ საქმიანობაში მონაწილეობისთვის. ეს არ არის მარტივი კრიტერიუმები. მაგრამ ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ და ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ. რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება? იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა რომ ვიყოთ კიდევ ერთი მორიგი პოლიტიკური პარტია ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე, რომელიც ინსტიტუციურად გაუმართავია, რომელიც ინდივიდების ან ერთი მუჭა ლიდერების გარშემო არის გაერთიანებული. ან რომელსაც პოლიტიკური ხედვა არ აქვს. არ გვინდა რომ ესეთი პარტია ვიყოთ. ამიტომ ჩვენ ავირჩიეთ რთული გზით სიარული. და ამ რთულ გზაზე თქვენი მხარდაჭერის და თქვენი თანადგომის და თქვენი ჩართულობის იმედი. რადგან ჩვენ გვინდა ავაშენოთ ისეთი პარტია, რომელიც დაგვანახებს ქვეყანას, როგორც აქამდე არასდროს ჰქონია, ქვეყანას, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის იქნება
საკუთარი ეკონომიკური კეთილდღეობის, საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების თუ საკუთარი თავის რეალიზაციის შესაძლებლობა. საკუთარი შრომით საკუთარი ბედნიერების მოპოვების შესაძლებლობა. და სწორედ ამიტომ დღეს შევიკრიბეთ აქ, იმისთვის რომ თქვენ გაგაცნოთ ეს სამი მიმართულება. სამი პრეზენტაცია, იქნება შესაძლებლობა კითხვების, იქნება შესაძლებლობა დისკუსიის და მე დიდი იმედი მაქვს, რომ თითოეული თქვენგანი დიდი ინტერესით ჩაერთვება ამ პროცესში. დიდი მადლობა მოგზანებისთვის, დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.